გადაწყვეტილებას ხელი მოეწერა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამეცნიერო კვლევით ცენტრსა და შატო ზეგაანს შორის გაფორმდა შესაბამისი მემორანდუმი, რომელიც ლევილის მამულში ქართული ვენახის გაშენებასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს კულტურის მინისტრი, მისი მოადგილეები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდნენ. ლევილის პროექტი უკვე ისეთ ეტაპზე შედის, რომ 2026 წლის დაახლოებით სექტემბრისთვის პროექტი დასრულებული უნდა იყოს. იცით, რომ არსებობს ხელშეკრულება და ჩარჩო და განკარგულება, რომლის მიხედვითაც ჩარჩო გვაქვს მოცემული, რა სამუშაოებია გასაკეთებელი. ეს პროექტი თავის დროზე დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გადმოეცა 2021 წელს კულტურის სამინისტროს და ძალიან ღირსეულად მიმდინარეობს პროექტის განხორციელება. ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ კერძო ბიზნესი იქნება ჩართული, რომ დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთზე გაშენდეს ვენახი და აქ იყოს წარმოდგენილი ქართული ჯიშები. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის რამდენად მნიშვნელოვანი არის ურთიერთპარტნიორობა, ურთიერთთანამშრომლობა და თუ როგორ შეიძლება საქართველოს ტერიტორიის გარეთ იყოს საქართველოს ტერიტორიის გარეთ შესაძლებელი იყოს უბრალოდ ის სული და ის კულტურა და ის უწყვეტი 8000 წლიანი ტრადიცია აჩვენები იყოს მთელი მსოფლიოსთვის, რომლის ანიმუშო მაგალითი იქნება შატო ლეველი და ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთი შესაძლებლობა წარმოჩინდეს ჩვენი კულტურა, ღვინის ისტორია და ეს იქნება ისეთი ფორმით, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს, ასე რომ ეს პროექტი თავისთავად არის ჩვენი ქვეყნის პოზიცირების გაგრძელება. გაშენდება წინასწარ შერჩეულ ნიადაგზე, რომლის ანალიზური კვლევა ჩატარებულია, კლიმატს მორგებული ქართული ვაზის ჯიშები, რომელთა მიმართებაში განხორციელდება ყოველივე ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელიც აგრეგატად წარმოაჩენს კიდევ ერთხელ მრავალათასწლოვან ისტორიას ქართული ვაზის ჯიშებისა. შატო ზეგაანი ღირსეულად იღებს ლევილის მამულში ვენახის გაშენების მისიას. ჩვენ უსასყიდლოდ გადავცემთ ორი ჯიშის საფერავის და რქაწითელის ტბას, რომელიც მოემსახურება საქართველოს ინტერესებს, სახელმწიფო ინტერესებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025 დაიწყო წელს უმაღლეს